მოგესალმებით ქალბატონო ემა თავისუფლებას ინდისის პატიმრებს და თქვენ შესანიშნავი რეტროსპექტივა გააკეთეთ ვერაფერს დავამატებდი ოღონდ მე მინდა საზოგადოებას უფრო მეტად ავუხსნა რას ნიშნავდა ლელოს გზა მაშინ რას ნიშნავს ლელოს გზა ახლა სინამდვილეში არანაირი არც ცვლილება და არც წინააღმდეგობა არ არსებობს 2024 წლის არჩევნებზე ლელო შექმნა პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი ხო სხვა პარტნიორებთან ერთად და ის გზა იყო სწორი გზა. მაშინაც იყო საუბარი რაღაც ერთიან სიაზე რომ ოპოზიცია ერთი პარტიის ერთი სუბიექტად გამოსული იყო საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ჩვენ მიგვაჩნდა რომ პარტნიორობა მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენიმე სიმძიმის ცენტრი უნდა შეიქმნას, რათა ოპოზიცია მაშინაც რას ნიშნავს? ახლაც არის საუბარი აი ამ მოლაპარაკების პროცესში ერთიან სიაზე? არა, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ესეც გაჟღერდა, მაგრამ მე ახლა ეს არ მიგულისხმია. მე ვამბობ, მაშინაც სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, რომ პარტნიორობა, დაჯგუფება მომხდარი იყო სხვადასხვა პოლიტიკური ძალის, ოღონდ რამდენიმე სიმძიმის ცენტრად, რათა ოპოზიციონერ ამომრჩეველს ჰქონოდა არჩევანი და ეს არჩევანი ჩვენ მივეცით და შემდეგ უკვე 2024 წლის ბოლოს ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა და მასობრივი საპროტესტო აქციები, მამუკა ხაზარაძის თქვენს მიერ ნახსენები ინიციატივა ემსახურებოდა იმ ფაზის საუკეთესო გადაწყვეტას, საუკეთესო გადატანას პოლიტიკური პროცესისა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები მიიტაცა ხელისუფლებამ და ხელისუფლება მიიტაცა თავად ქართულმა ოცნებამ. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გამოვიდეთ მათ მიერ ნაკარნახევი და მათ მიერ გამოცხადებული რეალობიდან. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ საქართველოს მოსახლეობის ამ საზოგადოების უმრავლესობამ უარი უთხრა ქართულ ოცნებას და ის ხმები, რომლებიც დაგვიფიქსირდა ოფიციალურ შედეგებში, 800 მილიონამდე ადამიანი არის, ხო, მათივე შედეგებით ოპოზიციის ამომრჩეველი და ის მანდატები, რომელიც მიაკუთვნეს 4-ვე სუბიექტს და იმ პირებს, ვინც ფლობდნენ ამ მანდატებს, ჰქონდათ ლეგიტიმაცია. ეს ხომ საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგას და ამ ადამიანებისგან გვინდოდა და იყო ჩვენი ინიციატივა, რომ შექმნილიყო ის პირობითად სახელით ალტერნატიული პარლამენტი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, როგორც ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირების დასი და კრება, ხო? და იმ დროს, როდესაც პარალელურად მიდიოდა ძალიან აქტიური საპროტესტო აქციები, რომელიც არ იყო არ ერთი ან ორი პოლიტიკური პარტიის და არც ერთი პოლიტიკური ძალის ორგანიზებული არ იყო, ხო? ეს იყო აბსოლუტურად ორგანული, ბუნებრივი პროტესტი, რომელიც გამოიწვია ქართული ოცნების და უბრალოდ ირაკლი კობახიძის აი იმ განცხადებამ, მოღალატეობრივმა განცხადებამ. და ამ დროს ბუნებრივია, როდესაც ეს სპონტანური აქცია ყოველგვარი მენეჯმენტის გარეშე, რომელიც მიმდინარეობდა, ხო, ყოველგვარი დაძახილების გარეშე, პარალელური პროცესი უნდა შექმნილიყო პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ქართულმა ხალხმა მიანიჭა მანდატი და რომელსაც ქართული ოცნებაც კი არ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. ის იყო სხვა ფაზა, კი, მესმის, გავიგე, მაგრამ ახლა რა ფაზაა ასეთი და აი პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს. ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით. თქვენ მონაწილეობდით რამდენიმე თვის განმავლობაში აი ამ მოლაპარაკების პროცესში და გარკვეულ ეტაპზე ეს მოლაპარაკების მაგიდა დატოვეთ. ვინ გიპირებდათ, რა ვიცი, იძულებით ერთგვაროვნებაში მოქცევას, ვინ გიპირებდათ არანაირი მოლაპარაკებების მაგიდა არ ყოფილა კონსულტაციებზე, როგორც ვიცი, მონაწილეობდა ამ პროცესში. არანაირი მოლაპარაკებების მაგიდა არ ყოფილა. ცალკეული კონსულტაციები იყო, მეც მქონდა, ირაკლი კუპრაძესაც მქონდა ცალკეული პოლიტიკოსებთან. მაგიდაზე მე არ მინდა შინაარსობრივად შორს კი არ მივდივარ. უბრალოდ არ ყოფილა რაღაც ფორმატი, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა განიხილებოდა ცალკე თქვენ იცით ხო, საზოგადოებამაც იცის ხო, ზურაგირჩი ჯაფარიძე როდესაც გამოვიდა საპრობილიდან, მასაც შევხვდით და ანუ ინფორმაციის მიმოსვლა კი არ იყო პრობლემა. მე არ მინდა
ახლა საზოგადოებას ის სრულ წარმოდგენა შეექმნას, თითქოს რაღაცა მოლაპარაკებების მაგიდა და ფორმატი არსებობდა, სადაც მონაწილეობდით და ბოლო წამს ლელო ადგა და დატოვა. ეს ასე არ ჩვენ ასე გვაწვია ამ ინფორმაციას, რომ კონსულტაციები მუდმივად კონსულტაციები იყო და ვამბობ ახლა პოლიტიკური რვიანი, ვინც აქტიურად რჩება ამ ფორმატში თქვენგან განსხვავებით. იყო და იქნება მომავალშიც ყოველთვის ხო ოპოზიციას შორის, მაგრამ ფორმატი და მაგიდა მოლაპარაკების სადაც რაიმე დოკუმენტი განიხილებოდა, ასეთი რაღაცა ლელოს მონაწილეობით არ ყოფილა. ამის თქმა მსურს, თორე განა ის რომ ჩვენ ცალკეულ პოლიტიკოსებთან ამ საკითხზე არ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, გქონდა საუბარი. ისე როგორ მივიღებდით გადაწყვეტილებას და იცით ხო, ჩვენი პარტიის ოფიციალური პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ოღონდ მე მინდა რა განვმარტო ახლა საზოგადოებისთვის. პოზიცია თქვენ რეალურად არ მიგიღიათ, ანუ ერთიანი პოზიცია. თქვენ ნახეთ პარტიის განცხადება, ხო? არ დაუფიქსირებია პოლიტიკურ რვიანს, მოდი ასე ვუწოდოთ, იმიტომ რომ თვითონაც ასე ვთქვათ, უწოდებენ საკუთარ თავს, ხო? გასაგებია, ხო, პოლიტიკურ რვიანი, მაგრამ მათი თანამშრომლობა და კავშირი ამ შეთანხმებამდე დიდი ხნით ადრე არის დაწყებული და მათ რაღაც სხვა ფორმატის თანამშრომლობაც აქვთ. თვეების მანძილზე, ხო? ის სულ სხვა ფორმატია. ჩვენ მქონდა ასე წარმოდგენა, რომ თუ ისინი ყველა ერთად არა, ანუ მათი თითოეული წარმომადგენელი რაღაცა პირობითად მრგვალ მაგიდასთან რაღაც სათათბირო ოთახში, მათი სახელით მაინც ელაპარაკებოდა მე არ მithქვამს, რომ ვინმე თვითნებურად საუბრობდა. მე ვთქვი, რომ ცალკეული საუბრები ჩვენ ყოველთვის გვაქვს მუდმივ რეჟიმში, წლების მანძილზე პოლიტიკოსებთან. შეთავაზება მიიღეთ, რაც თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა. აი საკითხის ასე დაყენება არის ჩემი აზრით ახლა საზოგადოებისთვის დამაბნეველი. არა, დამაბნეველი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი დაბნეულები ვართ, ჟურნალისტები, საზოგადოებაც, იმიტომ რომ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც არის კულუარული და რომელიც მხოლოდ ფრაგმენტირებულად გამოდის საჯაროდ, ისიც ძალიან სუბიექტურად. ხო და ავხსნე ამას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ სხვა კოლეგებიდან, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი კოლეგებიდან ვერ იტყვის, რომ რაღაცა ფორმატი იყო, სადაც რაიმე დოკუმენტს განვიხილავდით და ასე შემდეგ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ცალკეული ცალკეულ პოლიტიკოსებთან კონსულტაცია და საუბარი ყოველთვის იყო და ამ საკითხზე ეს პრობლემა არ არის საერთოდ. სხვა რამ მინდა მე საზოგადოებას ავუხსნა. კერძოდ ის, რომ ჩვენ მივიჩნევთ, საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ ის სტრატეგია, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ჰიბრიდულ ომში, უნდა შევთავაზოთ მას ჰიბრიდული სტრატეგია. ჰიბრიდული სტრატეგია არ ნიშნავს მაინც და მაინც ერთ გზას, იმიტომ რომ ერთ სტრატეგიას მეორე მხარე ამ შემთხვევაში გულისხმობ ქართულ ოცნებას, მარტივად უპოვნის ხოლმე ერთ რეაქციას და ერთ პასუხს. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებით მოქმედებთ და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და მოთხოვნილებები არის ძალიან განსხვავებული, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია აი ამ ფაზაში, ხომ თქვით რა განსხვავებაა იმ ფაზასა და ამ ფაზას შორისო. აი ამ ფაზაში, როდესაც პროტესტი არ არის თავის პიკში, განსხვავებით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრისგან, ხო? ის მუდმივია, აქტიურია და ჩემი აზრით კიდევ უფრო უმეტად უნდა გაიზარდოს, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ფორმა შიდა წნეხისა რეჟიმზე, მაგრამ საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა სეგმენტი, რომელსაც უნდა სხვადასხვა გზის დანახვა. ის რომ ივანიშვილს სურს მთელი ოპოზიცია ერთი პროპაგანდისტული სურათის ქვეშ მოაქციოს, ძალიან კარგად გამოჩნდა 10 თებერვალს და ახლა ორშაბათს 23 თებერვალსაც გამოჩნდება, რომ ყველა ოპოზიციური ლიდერი აბსურდული ბრალდებით, რომელთაც ერთმანეთთან არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს, დასხა საბოტაჟის საქმე, სხვადასხვა საქმეები აქვს, ხო, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, მიხეილ სააკაშვილს, ჯაფარიძე ხაზარაძეს, მელიას, გვარამიას, ყველანი ერთად დასხა. ყველაფრისგან დისტანცირდა. არა, აქ დისტანცირებაზე არ არის საუბარი. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ქართულ ოცნებას თუ სურს, რომ როგორც მათი ეს ხო ცნობილი პროპაგანდაა მათი, ხო, რომ აი კოლექტიური ნაცმოძრაობა, დიპ სტეიტის მიერ მართული ომის პარტია, გლობალური ომის პარტიის ფილიალი, ყველანი ერთნი არიან. დღესაც თქვა ქართულმა ოცნებამ ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად. ნახეთ, კიდევ აი ხა გამახსენდა ნაცმოძრაობასთან დაკავშირებით, ხო? თქვენი პარტიის ლიდერი იყო მამუკა ხაზარაძე, რომელიც მზად იყო თუ არ ვწდები 2020 წლის ადგილობრივ არჩევნებში კენჭი ეყარა და ყოფილიყო ნიკა მერობის კანდიდატი ნიკა მელიას გადასარევი მაგალითი მოიყვანეს. გადასარევი მაგალითი. ასეთ რაღაცები, იგივე როდესაც ამბობთ, რომ ეხლა სხვა რეალობა, ამ რეალობაში ერთობა არ არის რელევანტური. ანუ თუ თქვენც აი მაგალითად გახარიამ თქვა, რომ შეცდომა იყო საარჩევნო ბოიკოტი და
თავისი პარტიის 12 წევრი შეიყვანა და იქ არის ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით იცით. ამას არ ვეხებგავ, შედააფასეთ, ანუ დააიდენტიფიცირეთ, რომ აი ამ განდულ პოლიტიკურ გზაზე ეს იყო შეცდომა. აი მაგალითად სცენაზე ერთად რო იდგა ნიკა მელიასთან მამუკა ხაზარა და დღემდე მახსენებენ ამას და არ იყო სწორი რაღაცნაირად მათთან მაშინ ერთ სივრცეში გარევა. თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითი ძალიან კარგი მაგალითია სულ სხვა რამის და არა იმის რომ ჩვენ ახლა შევაფასეთ ეს შეცდომა. თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითი არის დასტური იმისა რომ ლელოსთვის არ არსებობს არც რაღაცა პირადი ურთიერთობებზე დამყარებული, წყენაზე დამყარებული და წარსული ურთიერთობიდან, ადამიანური ურთიერთობიდან თუნდაც გამომდინარე გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ხო, იმ ფაზაში 2021 წელს, როდესაც იყო მეორე ტური იდგა მამუკა ხაზარაძე იქ სადაც იდგა და ეს იყო სწორი. ისევე როგორც 2024 წელს ჩვენ გავედით სხვა პარტნიორებთან ერთად ერთ პოლიტიკურ ძალად და იმ ამომრჩეველის ინტერესს მოვერგეთ მაშინ. ამიტომ სამწუხაროდ ისე ვიქარია სადაც წლების წინ იყვნენ და რა გზამაც თუნდაც 2024-შიც მარცხამდე 2024-ში ძალიან დიდი ბოდიში 2024 იმის ფუფუნება რომ ნათვალ რეჟიმთან ერთად ყმადაღებულ კონკურენციასა და ფსევდო მრავალფეროვნებაზე ვისაუბროთ, რეალურად ეგ მიდგომა არის საქართველოს ძალების დანაწევრებისა და შესაბამისად რეჟიმისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნის დამღუპველი გზა. სწორედ ამაში გადანაშაულებები პირიქით თქვენ, ასე ვთქვათ, თქვენი პოზიცია. ჩვენ ხომ ვინმეს არ ვადანაშაულებთ. ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, ჩვენ ვფიქრობთ. დანაშაულებაზე არ არის საუბარი. თქვენ ასუსტებთ თქვენი ცალკე პოლიტიკური არჩევანით ასუსტებთ ოპოზიციას. რატომ? აი მოდი ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ხო, ოპოზიციას როგორ ვასუსტებთ ჩვენ? ან 2024 წელს დავასუსტეთ ჩვენ ოპოზიცია და სხვებმაც ის გზა აირჩიეს. ხო, იყო 4 მსხვილი პოლიტიკური ძალა. ხო, განსხვავებული განსხვავებული ძალიდან, როცა სხვა გემოვნების ამომრჩეველი იყო. ორი ბოიკოტს ირჩევს. არა, 2024 წელს ვსაუბრობ. ხო? იყო ამომრჩეველი, რომლის ყველა ამომრჩევლის გემოვნებას მოვერგეთ. 4 ნომერიც, 5 ნომერიც, 9 ნომერიც, 25 ნომერიც. ჰქონდა ესეთი არჩევანი ამომრჩეველს. და თუ ვინმე მეტყვის, რომ ვიღაცა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი იმის გამო, რომ ერთი სია არ იყო, არ წავიდა და თავის რჩევს არ მისახმა, მე ამას ნაკლებად დავიჯერებდი. ოღონდ ეს მაშინაც სწორი გზა იყო და ახლაც სწორი გზაა. ჩვენ რა ვიცი, რას ვეყრდნობით? რა იყო სწორი გზა? სწორი გზა იყო, რომ არჩევანი გვეცა. ოპოზიციის ლიდერები რომ მოგვატყუა, გაგვაცურა ქართულმა ოცნებამ რეალურად. ერთი სიტყვა გავსულიყავით, ერთი სიტყვა გავსულიყავით, სხვა შედეგი დადგებოდა? ანუ შესაძლებელია ასე ვთქვათ, საარჩევნო უბნებზე, როდესაც გასცემდით დაპირებებს, რომ ვისაც ყავდათ წარმომადგენელი, ბოლომდე დაიცავდით ყველა ხმას, რეალურად ეს დაპირება ეს რა კავშირში არის 4 სუბიექტთან? ეს რა კავშირი არის 4 სუბიექტად გასვლასთან? მათი ამომრჩევლის ხმების დაცვასთან არის პირდაპირ კავშირში. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ დავიცავდით როგორც ერთი სუბიექტი თუ 4 სუბიექტი მაგ ნაწილში, დაცვის ნაწილში? რა განსხვავებაა? ანუ პრინციპი ამაში, იმიტომ რომ სხვებს არ ყავთ. ჩვენ არჩევანი, ანუ ჩვენ ხო ხმების დაცვაზე ვსაუბრობთ თუ არჩევნის მიცემაზე? არჩევნის მიცემაზე ვსაუბრობთ. არა, არჩევანის უფლების დაცვაზე. ოპოზიციონერ ამომრჩეველს მივეცით არჩევანი 4 დიდი პალიტრა იყო, ხო? კიდევ იყვნენ სხვა პარტიების, მაგრამ 4 მსხვილი პარტია, 4 მსხვილი კოალიცია, რომლის არჩევაც შეეძლო და სხვადასხვა გემოვნების ამომრჩეველმა ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ თავისი არჩევანი გააკეთა. მაგრამ ჩვენ დაუბრუნდეთ ახლა მთავარს. საზოგადოება, ანუ ჩვენ რა ვიცით, საზოგადოების დაკვეთა გარდა იმ თავარი დაკვეთისა, რომ რაც ნიშნავს რეჟიმის ცვლილებას, არის ის, რომ ყველამ ვიაროთ ერთი გზით საბოლოო წერტილამდე, თუ სხვადასხვა სეგმენტის ამომრჩეველია. თქვენ არიცით რა არის საზოგადოების დაკვეთა? ჩვენ რომ ვიცით, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სხვა სეგმენტიც არსებობს, კვლევები არსებობს სოციოლოგიური მათ შორის, რომელიც ამბობს, რომ სხვადასხვა ტიპის ოპოზიციონერ ამომრჩეველს მათ შორის რა თქმა უნდა კვლევები ყოველთვის ტარდება ჩვენი რამდენად ახალია ეს კვლევები პერიოდულად აქტუალურ კვლევებზე ვსაუბრობ მე მათ შორის და ეს ისედაც ხომ ყველამ იცის ყველა ადამიანი დღეს ხომ არ დგას რუსთაველზე მე ვდგავარ რუსთაველზე ხვალაც ვიდგები და მიმაჩნია რომ ეს გზა არის სწორი და მე შემიძლია ჩემ თავს მეტის უფლება მივცე ისევე როგორც რამდენიმე 1000 ადამიანმა ყოველდღიურობაში რომ გადაიქცია თავისი ეს საქმე მაგრამ არსებობს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი რომელიც სხვაგვარად
ფიქრობს, უბრალოდ სხვაგვარად უყურებს ამ საკითხს. ზოგს იმედი არ აქვს, ზოგი ნიჰილიზმშია, ზოგს ობიექტური გარემოებები აქვს. გამოკითხეთ, გიორგი? არა, ეს ჩვენ ძალიან საზოგადოების განწყობები ხომ ვიცით, ერთად სიარული, ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული სიარული, როცა საჭიროა ჩვენ მდგარვად და სწორად გაიხსენეთ 2021 წელი დადგება ესეთი მომენტი, კიდევ ჩავკიდებთ ჩვენ ყველას ხელს. ივანიშვილის და რუსეთის წინააღმდეგ. ახლა ამ ფაზაში არის სულ სხვა მოცემულობა. რა ფაზაში ვართ ახლა? აი ამას გიხსნით. 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებით, იმდენჯერ ახსენეთ საარჩევნო სუბიექტი, იმდენჯერ მოიყვანეთ 2028 მე მოვიყვანე მაგალითი, რომ სხვადასხვა ფაზაში სხვადასხვა გამოწვევების წინაშე ვართ. დღეს სხვა გამოწვევების წინაშე ვართ. თქვენ ინდივიდუალურად რელო ძლიერი საქართველო რისთვის ემზადებით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? რელო ძლიერი საქართველო, ისევე როგორც სხვა კოლეგები, სხვა პარტიებიდან ვემზადებით ერთი რამისთვის. ეს არის რეჟიმის ცვლილება და ვემზადებით, რა თქმა უნდა, სინდისის პატიმრების გათავისუფლებისათვის. რაც შეეხება ერთობას, მოდი აი ამ ასე შევხედოთ ამ საკითხს. როგორც წარმოგიდგენიათ, ან ხელ მოწერა კონკრეტულ შეგიძლიათ მითხრათ, იმიტომ რომ მოგახსენებთ კონკრეტულ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, როდესაც ვსაუბრობთ. და თუ ჩვენ ამას არ ვაწერთ ხელს, რას ვარღვევთ პოტენციური იმ ერთად დგომიდან, მაშინ როდესაც არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენ მოვაწერეთ და თქვენ დასაწყისში შესავალ სიტყვაში აღნიშნეთ, რომ ქართულ ქარტიას მოვაწერეთ ხელიო. ის ქართული ქარტია ვადით იყო თუ პირობით? პირობა იყო, რომ რეჟიმი იცვლება და შემდეგ ისიც კი იყო დარეგულირებული რეჟიმის ცვლილების შემდეგ რა ხდება, ხო, გარდამავალი ხელისუფლება. ესო გეუბნებათ აგერ რა, ქართული ქარტია აღარ მოქმედებს? რეალურად ეგ მიდგომა არის საქართველოს ძალების დანაწევრებისა და შესაბამისად რეჟიმისთვის უფრო თქვენ გეძღვნებათ, ანუ გავიგე, მე ყველაფერზე კომენტარს ხო არ გავაკეთებ. არა, თქვენ გეძღვნებათ და აბა მინო გააკეთოს კომენტარი, გახარიას პარტია ხო არ გააკეთებს. ახლა საქართველოს გადასარჩენად ერთიანობის დროა და არა პარტიული პოლიტიკის კეთების. პარტიული პოლიტიკა არაფერ შუაშია, საქმეც მაგაშია. პარტიული მიზერული ქულების ჩასაწერად. ეს არასწორია უბრალოდ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ რა არის თავარი მიმართულება? ოპოზიციური სპექტრი არ დაესხას ერთმანეთს თავს, ერთ-ერთი, ხო, მნიშვნელოვანი ქცევის წესები. ჩვენ ვინმეს ვესხმოდით აქამდე თავს, არ ვესხმოდით, არც ვაპირებთ ვინმეს დაუპირისპირდეთ ოპოზიციაში, როდესაც ამხელა მონსტრი ივანიშვილის რუსული რეჟიმი ყავს დასამარცხებელი. ამაზე ვთანხმდებით ყველანი. ჩვენ ამას ისედაც ვასრულებთ ყოველგვარი რაღაც ხელმოწერის გარეშე. დანარჩენი ქართულ ქარტიაში რაც წერია, იმ დებულებებით დღესაც ვთვლით თავს შებოჭილად, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ავიღეთ. ოღონდ დამატებით კიდევ რაღაცის თუ აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ შინაარსობრივად რაღაცაზე ვერ შევთანხმდით დოკუმენტის. ის დოკუმენტი ჯერ ერთი სულაც არ იყო საბოლოო სახით შემოთავაზებული და რომელსაც უნდა შეუერთდე ან არ შეუერთდე. ჩვენ ვამბობთ, რომ სხვა რამეშია აქ საკითხი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა გზა და ყველა სტრატეგია, რომელიც უნდა იყოს დიფერენცირებული და არის არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, განვითვისოთ. ის ნიშა, ის გზა, რომელიც შეუძლია ლელო ძლიერ საქართველოს აითვისოს და არ შეუძლია მაგალითად სხვა ოპოზიციურ პარტიას, პირობითად ნაციონალურ მოძრაობას ან რომელიმე სხვა პარტიას. ჩვენ ამ გზას ავირჩევთ, მათ ის გზა აირჩიე, რომელიც ჩვენ არ შეგვიძლია, ხო, რომ გავიაროთ. უფრო ეფექტურები ხომ ასე ვიქნებით და საბოლოო ჯამში რეჟიმის ცვლილება არის ის წერტილი, სადაც ყველა ეს გზა შეერთდება. ამას ვამბობთ. და თუ სხვა მოცემულობა დადგება და სხვა გამოწვევების წინაშე იდგება საზოგადოება და ეს სახელმწიფოებრიობა და ჩვენს პოლიტიკური პარტიები ყველაფერს თავი დავანებოთ, რამდენიმე თვეში ის გვეწოდინება, ავიკრძალებით თუ არ ავიკრძალებით ოფიციალურად. ჩვენ ხო საარჩევნო ციკლში არ ვართ. გაერთიანებთ, ხო? მაგრამ ჩვენ ყოველთვის, ანუ რა არის საკითხები, რაც ყოფს? არის მაგალითად სინდისის პატიმრები, რაიმე წინააღმდეგობა გვაქვს, არის არაბული ინვესტიციები, რაიმე წინააღმდეგობა გვაქვს. ჩამოთვლით ახლა რის გარშემოც ნამდვილად არ გაქვს წინააღმდეგობა. ამას გთხოვთ რამდენი ხანია და ფუნდამენტური საკითხები რაც არის. ოპოზიციური პარტია არ ხართ მზად, რომ საჯაროდ პირდაპირ თქვათ, რომ რეალურად გვთავაზობდნენ ერთ დაგვეკარგა ჩვენი პოლიტიკური ინდივიდუალიზმი და ერთ პარტიად, ერთ პოლიტიკურ ბლოკად გავერთიანებული მე რაც ჩამოთვალეს პარტიული საკითხებია? ან პარტიას აძლიერებს? რაც ყოფს? ქიმიური მოწამვლის და რაც ყოფს? რატო ვისაუბროთ იმაზე, რაც ყოფს? თუ რაღაცას განსხვავებულად უყურებთ, იმას განსხვავებულად ვიტყვით, მაგრამ ისე არ არის, რომ ერთმანეთი დავაზიანოთ და არ უნდა დავაზიანოთ. ამის გამო დავაზიანოთ, ანუ ამ მომრჩეველს არ აქვს, თქვენ ამბობთ, რომ ამ მომრჩეველს აქვს უფლება იცოდეს მხოლოდ იმის შესახებ, თუ რა გაერთიანებთ და რაში შეიძლება არ ქონდეთ წინააღმდეგობა და ქონდეთ სიამტკბილობა და ის თუ რა საკითხების გარშემო გააქვთ აზრთა სხვადასხვაობა და იცავთ, გააფთრებით და პრინციპულად თქვენს პოზიციას, ამის ცოდნის უფლება ამ მომრჩეველს არ აქვს. რატო?
მე გისვამთ ამ შეკითხვას. იმიტომ რომ დააზიანებს ვისე ნაციონალურ მოძრაობას თუ დააზიანებს სხვა რაღაცა. რაზეც განსხვავებული პოზიცია გვაქვს იმას ხომ ისედაც ვამბობთ განსხვავებულად, ოღონდ ისე რომ ერთმანეთთან დაპირისპირებაში არ მოვდივართ მათთან თქო. თუ რაღაც ერთ საკითხს ხვანე მაშინ ისე რომ არ მოდიხართ ეთერში და სხვა ეთერებში. ამიტომ ვიგებ ბოლომდე ვერც ჩვენ და ვერც დაბრუნებული ვარ ამ საკითხების სათავე ხომ ოპოზიცია არ არის ქართული ოცნება ამ ქვეყანაში ყველაფერზე პასუხისმგებელი ხომ ქართული ოცნებაა, მაგრამ რაღაცას თუ განსხვავებულად უყურებ, ასე ვთქვათ, ასე სხვადასხვა ოპოზიციასთან დაპირისპირებული, მაგრამ ამავდროულად თუ მე დაპირისპირებული არ ვარ, რაში ეშლება ხელი ოპოზიციის გაძლიერებას. აუცილებლად უნდა ვიდგეთ ყველანი ერთ ბრიფინგზე, ერთ სურათში, კონკრეტულ რაღაცას კიდევ ერთხელ მოვაწეროთ ხელი, რასაც ერთი წლის წინ მოვაწერეთ წელიწადდახევრის წინ. რითი ზიანდება კოლეგა ოპოზიციის წარმოადგენლის სიტყვებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რითი იზიანდება? თუ თქვენ ამას იზიარებთ, რითი ზიანდება საზოგადოებრივი ინტერესები? ერთი შეკითხვით გაგცემთ. აი შეგიძლიათ ამ მოცემულობაში, ხო ვიცით, დავანებოთ თავი, ასე ვთქვათ, შედარებით პატარა პარტიებს, რომელთა რეიტინგიც აი ბოლო არჩევნებით არ ყოფილა ადგილობრივ სარგულისხმობ საპარლამენტო არჩევნებით არ ყოფილა გაზომვადი. აი 4 სუბიექტზე, 4 პოლიტიკურ სუბიექტზე ვისაუბროთ. გახარია, თქვენ, ნაციონალურ მოძრაობა, ახლები. აი წარმოვიდგინოთ, რომ 4-ვე ეს სუბიექტი არის შეთანხმება საერთოდ ვერც ერთთან ვერ შედგა და ყველამ გადაწყვიტა ცალ-ცალკე პოლიტიკური გზა აირჩიოს. ერთი დამისახელეთ აქედან ერთი ოღონდ რა ვიცი მოგიწოდებთ გირჩევთ რომ იყოთ გულწრფელი იმიტომ რომ თქვენი ამომრჩეველი ზოგადად საქართველოს საზოგადოება იმდენად კარგად ერკვევა უკვე პოლიტიკურ საკითხებში რომ მალე მიხვდება ასე ვთქვათ სად იქნება ბოდიში სად იქნება ასე ვთქვათ სიმართლე და სად არა ერთი პოლიტიკურ სუბიექტი დამისახელეთ აქედან, რომელსაც დამოუკიდებლად ცალკე შეუძლია ისეთი ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივა ჩამოაყალიბოს, რომ კონკურენცია გაუწიოს ქართულ ოცნებას. ერთი. ძალიან მარტივ რაღაცას მეკითხებით, ქალბატონო ემა, ჯერ ერთი მე ან გულწრფელად ვსაუბრობ, ან შეიძლება საერთოდ არ ვისაუბრო, არაგულწრფელად არასდროს. ხოლო ის რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან კოალიციას რასაც ვეძახდით, ხო? როგორც შეიქმნა და როგორც კონფიგურირდა ეს 2024 წელს, რომ ცალკე არ შეუძლია ასეთი სიმძიმის ცენტრის შექმნა, ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება. ვინმე დაობს ამაზე? პირიქით, მე რასაც ვამბობ, სწორედ ამისი გამოძახილია. ცალ-ცალკე ერთ ცენტრის შექმნა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ გავაძლიეროთ ჩვენი ფლანგები, გაძლიერდეს ჯამში ანტი ივანიშვილის, ანტი რეჟიმის მოძრაობა, ეს ხომ მათ დაყვეს, ქართულმა ოცნებამ გაალო წითელი ხაზი. და ჩვენ ამ აქეთ მხარეს მყოფი ივანიშვილის წინააღმდეგ მოძრაობაში მყოფი საზოგადოება მაქსიმალურად უნდა დავაკმაყოფილოთ, რათა მოვერგოთ მათ ინტერესებს, იმიტომ რომ ისინი განსხვავებულები არიან და მათი კონსოლიდაცია სწორედ ასე უნდა მოვახდინოთ. საერთო მიზანში ერთობით, მაგრამ განსხვავებული გზებით. ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ ჩვენ. ხო, ძალიან საინტერესოა აი ნაციონალურ მოძრაობის წარმოადგენელი. ნაციონალურ მოძრაობას შეიძლება სხვა შეხედულება ქონდეს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია რომ ესე არის სწორი და ყველა რა ვიცი, საპროტესტო აქციაზე ვამბობთ. მე ჩემზე არ არის აქ საუბარი, ვამბობთ რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა. საგარეო პარტნიორებთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში არანაირი წინააღმდეგობა არც მანამდე ყოფილა, არც ახლა არის და არც მომავალში არ უნდა იყოს. და ის მართალია ჩვენ რეჟიმი ვერ შევცვალეთ 24-25 წლებში, მაგრამ ამ წინააღმდეგობის მოძრაობამ თავისი შედეგები ხომ მოიტანა. ის რომ არალეგიტიმურად არის აღიარებული ქართული ოცნება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეს ხომ პატარ-პატარა შედეგებია, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი საძირკველია რეჟიმის ცვლილებისთვის და საბოლოო აგურების დადებისთვის. კარგი და ბოლოს მინდა კითხოთ სალომე სამედაშვილმა ისაუბრა ლელოს ასე ვთქვათ უახლოეს გეგმებზე და ერთ-ერთ ასეთ საკითხად დაასახელა რეორგანიზაცია პარტიაში. რას გულისხმობს პარტიულ რეორგანიზაცია პარტიაში? პირდაპირ კითხავთ ხომ არა იმას, რომ ამაზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ შესაძლებელია პარტიის ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პარტიულ ფლანგზე ოღონდ უკან შედარებით უკან გადაინაცვლონ და წინ წამოვიდნენ სხვა პოლიტიკური ასე ვთქვათ თქვენი წევრები.
პარტიული რეორგანიზაცია არის შიდა ორგანიზაციული საკითხები, რომელიც მთლიანად არაპოლიტიკურ ნაწილს გულისხმობს და ის უფრო მეტი დაახლოებით ასეთი ტიპის ეფექტურობის გაუმჯობესებისკენ არის. გამიზნული გაუმჯობესებისკენ არის მიმართული პოლიტიკურ ნაწილს და განსაკუთრებით რაც თქვენ გაინტერესებთ. კონკრეტულად ორი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტიურობას, ისინი არსად არაპირებენ არც ჩრდილში გადასვლას, არათუ პოლიტიკიდან წასვლას, პირიქით უფრო მეტ აქტიურობას იხილავთ თქვენს და საზოგადოებაც გამოჩნდება უახლოეს პერიოდში, უახლოეს მომავალში. მადლობა.